მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი დასწრება თავისუფალია. ჩვენი პოდკასტის მეორე ეპიზოდის სტუმარი არის ნინო კვარაცხელია. მოგესალმებით, ნინო. სალამი. როგორ ხარ? არა მიშავს. შენ როგორ ხარ? მეც არა მიშავს. მადლობა რომ დავთანხმდი. და იმედია კარგი პოდკასტი გამოგვივა. მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. ვინ არის ნინო კვარაცხელია? ეს პროტესტის ფარგლებში. ზოგადად, აი როგორ აღიქონ საკუთარ თავს. ხოჭერს ამ დღეებში ვფიქრობდი, რომ დაწესხები როგორ მხედავენ თქვენ, იმიტომ რომ მგონია რომ საკუთარ თავს საკმარისად ვერ ვაკვირდები, ანუ ვერ ვაკვირდები იმისთვის, რომ ამ კითხვაზე ესეთი სრულყოფილი პასუხი მქონდეს, მაგრამ მგონია რომ ეგეც ძალიან ნორმალური არის. უბრალოდ მგონია რომ ადამიანი ვარ, რომელსაც სიახლეები აინტერესებს. ხოლმე ოღონდ ეს სიახლეები ზუსტად არ იცის რა შეიძლება იყოს. და ეს პატარა აღმოჩენები ახარებს ხოლმე. მგონი ეს არის ნინო კვარაცხელია. ახლა ვიმყოფებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში და შენ ამ უნივერსიტეტში სწავლობ. აი, რამ გადაგაწყვეტინა ამ უნივერსიტეტში ჩაბარება? რატო აირჩიე ის პროფესია, რასაც ახლა უფლები ეს წლებია, მეოთხე კურსელი ხარ და აი, ახლა აბიტურიენტებს რო ურჩიო, რატო უნდა ჩაბარონ ილიას უნივერსიტეტში და მოგვიყვა ამ წლების შესახებ, შენი სტუდენტური წლების შესახებ. ზოგადად იმ პირობებში, რა პირობებში ცხოვრობთ ამ სახელმწიფოში, ძალიან რთულია სკოლის მოსწავლეს ურჩიო, რომ ჩააბაროს, საერთოდ რომ ჩააბაროს უნივერსიტეტში და სწავლა გააგრძელოს ამ ქვეყანაში. მაგრამ მაინც თუ გადაწყვიტა ისევე როგორც მე გადავწყვიტე, ან შეიძლება უბრალოდ ინერციით მივიყევი რაღაცა გზას, რასაც 99% ალბათ ამ ქვეყანაში მიყვება ხოლმე. ერთადერთი არჩევანი ვიცოდი, გააზრებული მქონდა, რომ იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პოლიტიკიდან გამომდინარე. და ხო, იდეური თვალსაზრისით ყველაზე მეტად ამ უნივერსიტეტთან ვასოცირებდი საკუთარ ინტერესებს. რა ინფორმაცია გქონდა, რა აბიტურიენტი როცა იყავი, რომ ხო, ინფორმაცია მქონდა, ძირითადად მაინც ჩემი ნათესავებისგან, რომლებიც უკვე სწავლობდნენ ამ უნივერსიტეტში, ან მანამდე სწავლობდნენ ამ უნივერსიტეტში. ვიცოდი სხვა ნაცნობებისგანაც სხვა უნივერსიტეტებში რა ხდებოდა, ამიტომ ესე შედარებით ერთმანეთთან შედარებით ამ უნივერსიტეტებს გადავწყვიტე, რომ აი ეს უნდა იყოს ის უნივერსიტეტი, სადაც ვისწავლე. ხო, შეიძლება მარტო ეგეც არ ყოფილა, დავგუგლე ეს რას მოიაზრებდნენ, რა იყო მათი რაღაც მთავარი ინტერესი რა იყო ამ უნივერსიტეტის და მომეწონა ღირებულებები, ვიცოდი რომ გავუგებდი ამ ხალხს და ეს ხალხი გავიგებდა მე. ასე აურჩია ილია. აი, როგორი არის სტუდენტური წლები უნივერსიტეტში? უნდა დავამატო, ხო. კატებს არ რასა მომეხოლმე? კატებს არ ვატყავებთ. თქვენზე ამბობ. ღირებულებებს გულისხმობ. კატებს არ ვატყავ. მიფით ეს სადა ილიაში. გაცილებით ჰუმანურები ვართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. კი, მეგიცნობთ თქვენ დავამჩვენო. მოკლედ, აი, როგორი იყო სტუდენტური წლები თვითონ უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ ანუ? ხო, რაღაც ფიქრობ ხოლმე. ზოგჯერ კი არა და ალბათ უფრო ხშირად რა. ეგ წლები უფრო უნივერსიტეტის გარეთ იყო ვიდრე ფარგლებში, მაგრამ ამას გულისხმობ იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აქტივობები, რასაც სწავლის გარდა, რაღაც ტექნიკური საგნის შესწავლის გარდა აკეთებ, ხორციელდებოდა უნივერსიტეტის გარეთ ხოლმე ეს. ძირითადად იყო პარლამენტი ან თუნდაც ისეთი შეხვედრები, სადაც კონკრეტულად იმ თემას არ განიხილავდნენ, რასაც მე მაქვს აქ ვსწავლობ და პროფესიულად უკავშირდები. არამედ იმ თემას, რაც ისევ პარლამენტთან გაკავშირებს. რაც ძალიან დამღლელია რეალურად. იმიტომ რომ შენ რაღაც კომფორტის ზონა არის, იმაზე კონცენტრირ და რაზეც სერიოზულად მუშაობ, ხო? ანუ ძალიან სასიამოვნოა. რაღაცა სწავლობ და მაგალითად მე რასაც ვსწავლობ, ხო, რაღაცა ბიოლოგია, ეხლა თუნდაც პრეზენტაციას ვაკეთებდი ალცჰაიმერზე, ხან მთელი დღე იჯდე და ფიქრობდი ამ ალცჰაიმერზე.
რა მესამე პრეზენტაცია დაიწყება, მანამდეც ფიქრობდი, რომ აი ეს ალცჰაიმერზე ასე ფიქრობდი და მიცავდი, რომ ხა სერიოზულად ამაზე უნდა ილაპარაკო. არ არსებობს ეგეთი მომენტი, არ მახსოვს ეგეთი მომენტი, რომ ეს იმ კონკრეტული თემაზე, რაც ასაც სწავლობ და რაც მაინტერესებს, ესე რაღაცა როგორც შემიძლია ეგრე მეფიქრა, იმიტომ რომ ყოველთვის თუნდაც აი პრეზენტაციასთან დაიწყება 2 წუთით ადრე, რომ ხედავ, რომ რაღაცა სადღაც ვიღაცას შეგვარდნენ, რაღაცა არ ვიცი, გადაიჭირეს ხო, ვიღაცა დაიჭირეს, ან სცემეს, ვიღაცა დააჯარიმეს. მოიტაცეს. ძალიან რთულია, რეალურად ძალიან რთულია ამ პირობებში რაღაცაზე, რაღაც სხვაზე სერიოზულად კონცენტრირდა და ეს ხო არა რაღაცა სხვა, ეს არის ის, რის გამოც ან ერთხელ გადაწყვეტეთ, რომ რავი, ან სერიოზულად შევისწავლე, იმიტომ რომ მარტო საკუთარი თავისთვის ხო არ მინდა ეს, ხო? ან საზოგადოებისთვის მინდა, ამ ქვეყნისთვის მინდა, მაგრამ ხო. ეს ხელისუფლება, როგორც ბევრ რამეს სხვა კარგს არ გაცდის, ისე არ გაცდის რაღაცა მნიშვნელოვან რაღაცასაც, რაც არ ვიცი, ალბათ უნდა იყოს სტუდენტის ან თავარი საქმე. აი, რა იყო ისეთი პირველი რამაც აი პროტესტის გრძნობა გაგიჩინა, რომ აი მე ამის წინააღმდეგი ვარ. აი რა იყო ესეთი? რომ გაიხსენა აი პირველი. ეგ სკოლის ასაკშიც იყო. სანამ საცხოვრებლად აქეთ მომიწევდა წამოსვლა, მანამდეც იყო. ესეთი პირველი რა იყო მაშინ ვერ ვიხსენებ ხო? ანუ ძალიან რთულია მაგ დროში როგორც ჩანს მოგზაურობა და რაღაც კონკრეტულის გახსენება, მაგრამ ეგ პროტესტის გრძნობა რომ უკვე ქონდა როცა აქ შემეძლო რომ უკვე აქციაზე გავსულიყავი, ეგ მახსოვს კი. და რა იყო ეგ? რუსული რაღაცა, ხო, მაგრამ გულისხმობ რაღაც კონკრეტულ სისტემას აქციაზე გამოვედი? ხო, აი პროტესტის წინააღმდეგ, აი პროტესტი რო ქონდა რაღაც წინააღმდეგ. ეგ იყო ალბათ ის აქციები, გავრილოვამდეც კაცო. ხო, მე მახსოვს რომ იმ აქციებს უკვე ძალიან აქტიურად ვადევნებდი თვალს და შეიძლება აქ არ ვიყავი, მაგრამ იქიდან აქ ვიყავი ხოლმე, ამიტომ იქიდან დაიწყო ეს აქტიური შეგრძნება, რომ ეხა იქ უნდა ვიდგე, მაგრამ უბრალოდ იქ ცხოვრობ და იქ სწავლობ და იქ ხარ. აი აქ უნივერსიტეტში რომ მოხვედი აი პირველ დღეს რა ემოციებით იყავი, აი როგორი იყო ის დღე, პირველი ლექცია, პირველი შემობიჭება უნივერსიტეტში, რაღაც ახალი ეტაპი. ეგ ძალიან მიყვარს. პირველად როცა უნივერსიტეტში მოვედი, მაშინ არ იყო ოფლაინი, ანუ მანამდე ჰიბრიდული სწავლების დროს ჩამოვედი. და იმიტომ რომ 2 საგანი მქონდა, მგონი მაინც კორონას პერიოდში. ხო, პანდემიის პერიოდში 2 საგანი მაინც სავალდებულო იყო ჩემთვის, რომ ყოფილიყავი უნივერსიტეტში და მომიწია მოსვლა რა. ძალიან კომფორტული იყო მაშინ ჩემთვის, იმიტომ რომ გულისხმობ იმას, რომ ანუ მარტო შენ რო შემოდიხარ უნივერსიტეტში და ასე შვილი რომ არის და კაი კიდე 1-2 ადამიანი დაინახო და ეგ ჩემს ისეთი კომფორტული იყო, მაგრამ ეგ ძალიან ნორმალური იყო, მე ხო არ ვიცოდი მანამდე რა ხდებოდა ამ უნივერსიტეტში, მაგრამ შოკი იყო ჩემთვის. ეგ 1 სემესტრი დავხურე და მე რა უკვე ოფლაინ შეგვეძლო ყველას დასწრება, კი არა და სავალდებულო იყო, რომ დასრულდა, არ დასრულებულა პანდემია, მაგრამ შეგვეძლო რომ აუდიტორებში დაუბრუნებულიყავით. პირველ დღეს, პირველი დღე არ იყო სწავლის დაწყების, მეორე დღე მომიწია მოსვლა, მაგრამ აი აკორპუსში მომიწია პირველად მისვლა. აი მე იმდენი სტუდენტი იყო, ან ძალიან ბევრი იყო და მე ისე გავიყავი სულ შეიძლება აქ არ მინდა ყოფილიყო და დაბრუნეთ პანდემია გააგრძელოთ ხო იქნებ დაგვაბრუნოთ რა სახში ანუ მართლა ეგრე ვიყავი და ეს რა ჩემი დეიდაშვილი რა ვნახე ეს რა სიგიშია ეს ყველაკებია ანუ სტუდენტი რატო ვარ ამ უნივერსიტეტში ესე ვიყავი მეთქი იმედია და მე ჩემი დეიდაშვილი მამშვიდებდა რომ არა იცი ეს პირველი დღე იყო და მაგიტო რა ხო აღარ იქნებია იყო არა ესე. ესე 50% იქიდან მაინც შენარჩუნდა, ამიტომ მაგრამ შევეგუე მაგასაც და მაგრამ მაინც კომფორტი ზონა მაინც ის ადგილებია ილიას, სადაც ნაკლებია ადამიანი. აი დღეს ისმის თუ არა სტუდენტების ხმა. და თუ ისმის როგორ ისმის? პროტესტში. საერთოდ კითხვაზე გადავედი. ეგრე ვერ თავი მომჭერი. ხო, ჩემი სურვილია, რომ როცა ამბობთ სტუდენტების ხმა ისმის,
აქ უმრავლესობას მაინც გულისხმობთ. მაგრამ ხო, კონკრეტულად რა ვთქვათ, ეს არის რაღაცა 1, 2, 3, 4 ჯგუფი, მცირე პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც ამ პასუხისმგებლობას, რომელიც ყველას უნდა გააჩნდეს, იღებენ საკუთარ თავზე და მათნაც ხმაურობენ ხოლმე. და რეალურად მე ეს რა თქმა უნდა პატივისცემას უნდა გიჩენდეს მათთან მიმართებაში, ხო, რომ სხვის პასუხისმგებლობასაც რომ შენ იღებ საკუთარ თავზე და სხვის ნაცვლადაც რომ შენ ხმაურობ. უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტია და ძალიან დიდ ენერგიას, ან საკუთარ თავს წირავენ ფაქტობრივად საკუთარ ენერგიას, რაღაც შესაძლებლობებს იმ პროცესში, რა პროცესშიც მათთან ერთად გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იდგეს. რომელსაც მათაც შეუმსუბუქდეთ ეს რაღაცა შრომა და ხო შეგვეძლოს იმის თქმა, რომ ეს ნამდვილად სტუდენტური პროტესტია და არა უბრალოდ ეს თავის მოჩვენება და რაღაც კეთილი სურვილი, რომ ვისურვებდი, რომ სტუდენტური პროტესტი ყოფილიყო. ანუ უმრავლესობა სტუდენტების ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული. თუმცა ეს ასე არ არის, რაც სამწუხაროა. ხო, რადგან ხშირად ვფიქრობ ხოლმე ის არის, რომ რამდენი 4 წელია ხო მგონი უკვე რაც ვსწავლობ და პირველი წლიდან უკვე რადგან ვარ ჩართული ამ აქტივისტურ რაღაც საქმეებში და თან ვაკვირდები საუნივერსიტეტო სივრცესაც დღესაც ვერ ჩაერთო ეს ხალხი, დღესაც არ მონაწილეობს რეალურად პროტესტში. რაც არ არის კარგი მაჩვენებელი და ძალიან ცუდი ამბავია რეალურად. ხარ ვითი არის ეს განპირობებული და გამოწვეული, კიდე ძალიან ეს სხვა საქმეა და დიდი ხანი შეგვიძლია მაგაზე ველაპარაკოთ. აი რა შეიძლება გავაკეთოთ, ეგეთი რომ სტუდენტობა ჩანდეს, სტუდენტური ხმა ისმოდეს. მგონია რომ უფრო კულტურული ამბავია რა. მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის აქციებში თუ დეკემბერი იყო. აი ძალიან ცუდად როგორც დავთავს, მგონი დროშიც უკვე ვეღარ აღვიქვამ რა როდის იყო. აი ხა ბოლოს დიდი აქციები როცა იყო. ხო, ნოემბრის ბოლოს 23 მაშინ რომ შევაფასეთ. ხო, კი. მაშინ ბევრი ადამიანი გამოვიდა და ეგ რო შევაფასეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება დაიბადაო. ხო, და მთელი შემდეგი 2 თვე მგონი მეც ეგრე მეგონა რომ უი. ხო, მგონია რომ არა, ეგრე არ მომხდარა და რაც არ მომხდარა, შესაბამისად ის აისახება უნივერსიტეტის სივრცეშიც. ანუ საზოგადოებაშიც რომ იყოს ამ პროტესტის კულტურა, საუნივერსიტეტო სივრცეშიც ამის გამოხატვა არ გაგვიჭირდებოდა. მაგრამ თქვენ არ გიჭირთ ილიას უნივერსიტეტში პროტესტის გამოხატვა? ხო, რა თქმა უნდა, ეს ისე როგორც აი მაგალითად ჩვენ ძალიან გვიჭირთ თესავში. აქ გულისხმობ იმას, რომ ანუ აქ არ გულისხმობ ნებას ხთავენ თუ არა გამოხატა პროტესტი, აქ გულისხმობ იმას, რომ ეს 20 და 30 ადამიანი რომ არის ამ პროტესტში ჩართული, გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ხომ აქ 1000-ობით სტუდენტი ხო სწავლობს წესით. ოკეი. მე გულისხმობ, რომ ეს არ არის მასობრივი ხოლმე და ხოლმე რამდენიმე რაღაც პატარა ჯგუფში. აი თითქოს რუსული კანონის დროს გამოვიდა სტუდენტობა. და თითქოს ჩვენ ვიყავით ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ ეგ რუსული კანონი არ მიეღოთ. და აი ჯენზის თაობას რო უწოდებდნენ და ერთი ამბები რო იყო. შემდეგ თითქოს აი ნოემბრის აქციებს, აი დარბევები და ამბები რო დაიწყო, თითქოს არ ჩანდით. ის კი არა არჩევნებშიც არ იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი რის გამოც პროტესტი ზაფხულში, წინა წლის ზაფხულში ასე თუ ისე ჩაწყნარდა, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ არჩევნებისთვის ვემზადებოდით. ყველა ინდივიდუალურად ვიყავით ჩართული, აი რითაც შეგვეძლო. ფიქრობ, რომ 100%-ით ყველანი დავიხარჯეთ. მაგრამ მაინც ვერ მივიღეთ ის სასურველი შედეგი, რაც გვინდოდა და რაც იყო საჭირო. აი შემდეგ თითქოს იმედები გაგვიცრუდა იმით, რომ ეს ჯენზი არ მივიდა არჩევნებში. და თუ იყო ის მაღალი პროცენტულობა, იყო იმის გამო, რომ საშინლად გაყავდა. და შემდეგ თითქოს დავიკარგეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე დაშინ არ დავკარგულვართ, ძალიან ბევრი დაიკარგა ამ პროტესტში. აი შენი აზრით, რა იყო ის მიზეზი, რის გამოც იდგნენ ადრე
აი რუსული კანონის დროს და სტუდენტად. ახლა არ იდგნენ, ხო, დეკემბერში. ან თუ იდგნენ ის სტუდენტობა, ახლა არ დგანან, ანუ დღეს არ დგანან, იმიტომ რომ ხედავთ უკვე აი ძალიან დიდი ხანია ვართ საკმაოდ ცოტა და პარლამენტთან გზას კეტავს ძალიან ცოტა ადამიანი. იმასთან შედარებით, რაც ვიყავით დეკემბერში. მანდ მთავარი კითხვა ამგონი, რომ იდგნენ რო საერთოდაც თავიდან დასაწყისშიც. ხო, ანუ კი, ვიყავით ეს 100 და 200 და 300 სტუდენტი ვიყავით, მაგრამ ამ ქვეყანას 300 სტუდენტი არ ყავს. გაცილებით მეტნი ვართ. ეს არის რაღაც სამეგობრო, როგორც მე შენ გიცნობ, შენ მე ვიცნობ და ვიცით რომ რაღაც მოხდება გარეთ გამოვთ, ეგრე ვიცოდით 100-მა, 200-მა და 300-მა სტუდენტმაც. მაგრამ ეგ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაც ცვლილებები მოიტანო. და განსაკუთრებით ასეთ სისტემაში. ამ სისტემისთვის არ არის როგორც ჩანს ეს რაოდენობა საკმარისი იმისთვის, რომ რაღაცა დათმობაზე წამოვიდეს. ხო, ამიტომ ეგ კი არის ამბავი, რომ მაშინ ვიყავით და გავქრით. ნუ, არც მაშინ არ ყოფილვართ და შესაბამისად არც ახლა ვართ. ძალიან ცუდი შეფასება არის, შეიძლება ძალიან გულსატკენი არის. მაგრამ ეხლა ახლა როგორც უყურებ მაგ პროცესებს და ამ პროცესებს მე ამას ვხედავ, ხო, ეს არის და ეს. როგორ უნდა ჩართო ეს ხალხი და არ ვიცი, მე პროცესს, აი მახსოვს კი არა და ხო, ეგ იყო, რომ როდესაც არჩევნების შედეგი გამოქვეყნიან, დადგა, რაც დადგა. და ეგ ისედაც იგრძნობოდა მთელი დღის განმავლობაში. ეხლა რომ მოყავთ ადამიანი ძალიან მოხუცი, მაგრამ 3 ადამიანი რო შეაცილებს და ესეც ხმამაღლა რო კითხულობს, რომ და მეც იცი როგორ ის მიჩნდებოდა, რომ ვაიმე ამ ასეთ სასაკში რომ მოდის ადამიანი ხმის მისაცემად და უცებ რო კითხულობს, რომ იმას უნდა მივცე ხო ხმა 41-ს, ანუ მე ხვდები რა ხო, ანუ ეს თავისნებით კი არ მასვლა ესე ძალიან მოიყვანეს და არც ისიც ალბათ 41 ეხლა რა შენ დამკვირვებელი იყავი ხო? მისახმა კი დამკვირვებელი ვიყავ. მაგრამ უბრალოდ ეს იმიტომ ვთქვი რომ როცა დადგა ეს შედეგი და ვიცოდით ეს შედეგის დადგებოდა იმ დღეს რომ მიუხედავად ისა რომ პარტიებმა ხო გაიხარეს რომ გაიმარჯვეს და მე ცოტა ჩვენ ყველას გვიკვირდა რომ რა ხდება და როგორ ხდება იმიტომ რომ ჩვენ სხვა რაღაცას ვხედავთ და ძალიან სურათს ვხედავთ და აქ რაღაცა საერთოდ სხვა ხდება. ხო, ეგ ცალკე მასკარადია და მეორე დღეს ეგრე შედეგი რომ გავაანალიზე უკვე რომ გავიღვიძე და თვალებში გამოვიხედა ერთადერთი რა შეგრძნებაც მქონდა იყო ის რომ ამ სახელმწიფოში დღეს თუ არ დაიწყებ საუბარს ვიღაცაებთან ლაპარაკს რა მეზობელთან ლაპარაკს თუ არ დაიწყებ თუ ელემენტარულზე არ დაელაპარაკები ამ ხალხს ელემენტარულია შეიძლება იყოს ან რატომ არის მაგალითად რავი ილია რას ლაპარაკობდა როგორ ლაპარაკობდა ხო ან რას ნიშნავს დემოკრატია და რატომ არის შენი რაღაც რატომ არის შენთვის დემოკრატია კარგი და რატომ გინდოდეს რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში იცხოვრო ანუ ელემენტარულ რაღაცაზე უნდა დაუწყო ამ ხალხს საუბარი ხო ერთმანეთშიც დავიწყოთ საუბარი და მათთანაც დავიწყოთ საუბარი გულისხმობ იმას რომ ის შედეგი რაც დადგა და ალბათ დადგება მაშინაც როდესაც არ ვიცი ორჯერ იქნება მაშინ შეიძლება უბრალოდ იმის ასახვა რა კულტურულ რაღაც სტადიაზეც თუ რაღაც დონეზეც და რაღაცა ხო ვართ ახლა რა განათლებაც იგულისხმება აქ და სოციალური რაღაც ყველანაირი რაღაც კონსტრუქცია მე საზოგადოება მე ხო ახლა მგონი ისევ ალბათ ილიას დრო არის ისევ რაღაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება გვჭირდება მაგრამ ეხა წერა-კითხვა ვიცით უბრალოდ ცოტა მეტრამეზე უნდა ველაპარაკოთ ესეც ძალიან ცუდი შეფასება ვიცი ძალიან გულსატკენია მაგრამ ხო რაც მაშინ დავინახე ეგ არის და რასაც ახლაც გრძნობ და ვხედავ არის ეს აი რადგან არჩევნებზე ვსაუბრობთ ეხა მალე იქნება თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში შენი აზრით ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში თუ უნდა მიიღოს რატომ თუ არ უნდა მიიღოს რატომავს ხამოჭრი ამ დუმილს ან შეგიძლიათ იყოთ და პასუხად მიიღოთ თუ არ გაქვს ჩამოყალიბებული ჯერ არ არის ჩამოყალიბებული არ მაგაზრში უბრალოდ ესეც გულსატკენი იქნება ხო რა თქმა უნდა კი
რა თქმა უნდა, ხო არა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. ანუ იმიტომ რომ ელემენტარული, ანუ მინიმუმ პროტესტი უნდა გამოხატონ იმასთან მიმართებაში, რაც მანამდე მოხდა. და ხომ ფიქრობენ რომ გაყავდა არჩევნები, რომ არ ჩატარდა სამართლიანად, ხო? რომ იმ რაღაც შავ ლაქას ყველა ვხედავდით აბსოლუტურად. და გარეთ რომ გამოვიდა ადამიანი ზუსტად იცოდა რომ ის შავი ლაქა დაინახეს. და იქ ტერორი მანამდეც იყო და მერეც იყო ეგ ტერორი. როგორ მე მაშინ როცა ველაპარაკებოდი ადამიანს რომ იცი რა არის შენს შავ ლაქას არავინ არ დაინახავს. ახლა როცა მაგ ადამიანმა ნახა რომ ეგ შავი ლაქა ვიღაცებმა დაინახეს, მე რომ მაგის მერეც ტერორი გამოიარა, ეხლა როგორ უნდა დაველაპარაკო მაგ ადამიანს და როგორ ვუთხრა ის რომ შენ შავ ლაქას არავინ არ დაინახავს და მე მაგის გამო ამ სისტემაში არავინ არ კრავს წიხლს. ანუ რანაირად უნდა უთხრა, სად ვცხოვრობთ, ანუ ვიაზრებთ, სადაც ვცხოვრობთ. ანუ რატო არ იაზრებენ ისინი თვითონ ხო გადიან იგივე რეპრესიებს, რასაც მთელი სახელმწიფო გადის ხო, ანუ მათი ჭერენ და რა ამის ყველანი დასვეს ციხეში. ამის მერე რანაირად უნდა და ყველაზე ხო ეხა დავფიქრდი მაგაზე. იმიტომ რომ ახლა ვიფიქრე საერთოდ ანუ როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა არჩევნებში, მე რო ვიყო ეხა პოლიტიკური პარტია, ხო? და შენ სხვა პარტია. და შენ რო დაგიჭირონ. ეხა შენ რო ციხეში იყო და მე ვლაპარაკობ და რა იცი რა არის, მე მივიღებ მონაწილეობას ამ არჩევნებზე. ან რა სოლიდარობაა? თუ ეს სოლიდარობა რო საერთოდაც მხოლოდ Facebook პოსტებია და მხოლოდ თქმა არის, მე შენ სოლიდარობას გიცხადე და ფოტოების გადაღება არის, ანუ ძალიან ცუდი მოცემულობა არის. და ერთადერთი ადეკვატური პასუხი ალბათ ამ მოვლენებში არის ის, რომ არ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა და რა ეგ მაინც უთხრათ ხალხს რა იმის თქმა კი არ მომიწევს ადამიანისთვის მე რო იცი რა არის შენ ახლა რომ იხო მაგ შავ იმას ლაქას არ ვერავინ ვერ ნახავს იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან კაცს დაინახავენ არა მომიწევს იმის თქმა რომ მაშინაც დაინახეს ახლაც დაინახავენ და შენ თუ გინდა რომ ასე არ წარდებოდეს არჩევნები მაშინ ამ არჩევნებზე არ უნდა მიხვიდე ანუ ამის თქმა შემიძლია ელემენტარული მაგ შესაძლებლობა უნდა მომცენ მე ვფიქრობ რომ საერთოდ არც კი უნდა ფიქრობდნენ იმაზე რომ უნდა მიიღონ მონაწილეობა. საერთოდ არ უნდა იყოს დღის წესრიგში ეგ რომ აუ მიიღებენ თუ არ მიიღებენ ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიები. და არ ვიცი. მე არ წარმომიდგენია რომ თუნდაც ის ვინც მივიდა აი ჩვენი თაობიდან ისინი მივლენ. ხო შანსი არ არის. ის პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება დარჩეს, იმიტომ რომ 10 ადგილას ეწეროს ერთი ადამიანი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაყავდება კი არა, არ ვიცი. ხო, ეს ჩვეულებრივ აიღებენ ერთი პარტია იქნება, როგორც იმ რაღაცა სისტემის დროს ხდებოდა, რომელიც სისტემის განმეორების მცდელობაც აქვს ახლა ამათ. და დაწერენ ჩვეულებრივ იმ რაღაც ციფრს თუ რიცხვს, რაც უნდათ რომ დაწერენ და რაც აწყობთ რომ დაწერენ. რა საკითხავია ასე მოხდა მანამდეც და ახლაც იგივეს გაიმეორებენ. ჩვენ უკვე მივეჩვევით ამას. ეს ახალი ამბავი არ არის ჩვენთვის. რას ელიან უბრალოდ, აი როგორ არჩევნებს ელიან, მე მაგას ვერ ხვდები. ან როგორ წარმოუდგენიათ საარჩევნო კამპანიის ხო, ანუ როგორ ჩაატარებენ საარჩევნო კამპანიას, როცა იმ გასულ არჩევნებზე, როცა რაღაცის მაინც ვჯეროდა, მაშინაც კი არ გქონიათ წარმატებული კამპანია, ანუ როგორ ან ხო მე მგონი რომ აქ პასუხი უნდა ყოფილიყო ერთი რომ არა მორჩა ხო არ ჭირდებოდა მოკლედ ჩვენმა პირველმა სტუმარმა დიტო ბელქანიამ დაგიტოვა შენ კითხვა შენ შეგეძლება ჩვენ მომდენო სტუმარს დაუსვა კითხვა და მოდი ჯერ დიტოს უპასუხოთ დიტოს დასმულ კითხვაზე უპასუხე და შემდეგ შენ მოიფიქრე ის კითხვა ან სიტყვა რაზეც გინდა რომ ისაუბროს ჩვენმა მომდენო სტუმარმა ძალიან ზოგადი კითხვა მექნება მანამდე დიტოს კითხვას მოვუსმენ რადგან მე ისაუბროს მომდენო აუ რასთან დასმოს კითხვას რა ძალიან რაც მომეწონა წინა ეპიზოდიდან რაც ვიცინე იყო ის რომ აი დარბევებზე რო ლაპარაკობთ დარბევაზე რო ლაპარაკობთ იმ მომენტზე როცა ჯავახიშვილის ეზოდან გამოვიდა სპეცრაზმი და ამაზე რო ლაპარაკობს დიტო რომ სპეცრაზმი თუ პოლიცია იყო გედედეს თანამშრომლები ხო კი გედედა იყო კი რომ გამოვიდნენ ამ ეზოდან და
ტიტულობ აქვს საშნელი მე რაღაცა ძალიან ცუდი იყო და ვიაზრებდიო იმას რომ აქ ილიანის სტუდენტები იყვნენ. ანუ მეტი პრობლემა არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი ერთი პირველი იყო ის და ჯავახიშვილს ეს რაღაცა უმსგავსობა ხდება და მას ილიანი როგორ ხედავს ან სხვა სტუდენტები იდგნენ. ძალიან საყვარელი იყო. ხაზრე გაუსვა რა ილიანელებიც იდგნენ. ჩემ პირიდან არ ამოვა. არა, ძალიან რთული დღე იყო. რთული ღამე გამოვიარეთ და ის დღეები, ანუ ნამდვილად უმსგავსობა იყო ის რაც მოხდა უნივერსიტეტის. რის გამოც არ უნდა აირჩიოთ ჯავახიშვილი წელს, მომავალ წელს, ან სანამ სისტემა არ შეიცვლება. როცა აბარებთ უნივერსიტეტებში. მაგრამ ის მომეწონა, რომ თვითონ თქვა, რაც ქვეყანაში ხდებაო, ზუსტად იგივე ხდება ჩვენს უნივერსიტეტშიო. და მე რო ფიქრობდი ამ ყველაფერზე, აი მართალია. მართალია, ზოგადად ჯავახიშვილი და ალბათ ეს ყველა საჯარო უნივერსიტეტი, ანუ ძალიან ნორმალურია, მაგრამ ჯავახიშვილში განსაკუთრებით აისახებოდა ეს რაღაც სისტემური სიბინძურეები, მაგ უნივერსიტეტში ძალიან კარგად ჩანს ხოლმე. რაღაც ხო, აირეკლავს ძალიან მარტივად. კი. ხო და როგორც სახელმწიფო არის ახლა ოკუპირებული, იგივენაირად არის ოკუპირებული ეგ უნივერსიტეტიც და რომ განთავისუფლდეს, ამისთვის მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო განთავისუფლდეს. ამიტომ თუ გინდათ რომ სწავლობდეთ შედარებით კი არა და ისეთ ოკეი, თუ არ გინდათ რომ სწავლობდეთ ეგეთ უნივერსიტეტში, რომელიც ოკუპირებულია რუსული გავლენების რაღაცა ჯგუფის მიერ, მოიღეთ ხმა და შეცვალეთ. ხო, შეცვალეთ. მნიშვნელოვანია, კი. და ვიბრძოლოთ ერთად. თორე აი, შენს გარეშე ვერ ჩააბარეთ, თუ ჩააბარეთ. ანუ თუ ერთად ვერ ვიდგებით, ვერც გამიმარჯვებთ, მარტივია. კითხვა მექნებოდა ასეთი, ახლა რო იყო საპარლამენტო არჩევნები, რა შეცვლიდა საკუთარ თავში, როგორ გააგრძელებდა შეცდომებიდან გამომდინარე, როგორ გააგრძელებდა მუშაობას და თუ რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი გეყოლება, მინდა რომ ზოგადი კითხვა დაუსვათ საკუთარი ორგანიზაციან ჯგუფი რაც გააკეთებდა. ხო, ორგანიზაციის წარმომადგენელი არ ვარ. ამიტომ ინდივიდუალურ რაღაც ვიტყვი. მგონი ამაზე ისედაც გავეცი პასუხი მანამდეც. რომ მაშინაც ვიგრძენი ის იყო, რომ მე მაგალითად ყველასთან არ მელაპარაკე, ანუ ვისთანაც შემეძლო რომ მელაპარაკა. მეზობელთან არ მივსულვარ და არ მელაპარაკია. მაშინ როცა ეგ რაღაც შედეგი დადგა, რაც დადგა, ეგ ვიგრძენი, რომ კი, ეგ უნდა გამაკეთებდა მარტო რაც არ იყო ჩემი კომფორტის ზონა, მაგრამ ხო, კომფორტის ზონიდან უნდა გავიდეთ ხოლმე, რომ რაღაცა ის შედეგი დადგეს, რაც გვინდა რომ დადგეს, რომ რაღაცა ცვლილება გამოვიწვიოთ, ხო? ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ხო, რაც შევცვლიდი იმას, რომ ვეცდებოდი, რაც შეიძლება მეც გაეგო, ის რაც მეც ვიცოდი. და რა სხვადასხვა ფორმებით ეს იქნებოდა ონლაინ კომუნიკაცია, ვიდეო ჩაწერებით თუ ასე შემდეგ, რაც ახლა ვაკეთებთ ხოლმე. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ან თუნდაც ყოფილიყო ეს რაღაც პირისპირ შეხვედრები, თუნდაც ხო არ ვიცი. ანუ პროპაგანდის წინააღმდეგ უფრო მეტი რო გვებრძოლა, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოიყენეს ომის სარწმუნოებას. ეგ რჩევა იყო, რასაც პოლიტიკურ პარტიებს ვეუბნებოდით ხოლმე, რომ იცი რა მეტი არის და მოდი მეტი კარდა, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ კი კაცო ჩვენ ძალიან ბევრს დავდივართ. ვაკეთებთ და ძალიან ბევრს დავდივართ მე. ხო, ალბათ მაგრამ უბრალოდ უნდა გვეუბნებოდეთ. ყველაფერს ვერ გავაკეთებდით. ანუ რაღაცები არის ის, რაც უნდა ვაკეთოთ და გონია რომ ჩვენი გასაკეთებელი და ვაკეთებთ. მე რაღაც ეგეთ შეგრძნება დამრჩა, რომ მე როგორც ინდივიდმა, რაც შემეძლო რომ გამეკეთებინა, ყველაფერი გავაკეთე. უბრალოდ არიან ისინიც, ვისაც უნდა ეკეთებინა. რა თქმა უნდა. და იქნება და მაგათი კუთხიდანაც ეგრევ ჩანო არ მე რო არ გამეკეთებია ბოლომდე. და ისინი ფიქრობენ რომ მართლაც 100%-ით დაიხარჯენ, მაგრამ ესე არ არის. არ არის, იმიტომ რომ გონია რატომღაც მგონია რომ თვითონაც იციან რომ დააკლდა, თუნდაც ის რომ მე ეგრევე იზეიმეს ის რაც არ არსებული იყო. და როგორც აღნიშნე, ჩვენი მასკარადი იყო. კარგი. და ჩემი კითხვის დრო დადგა? მე უნდა დავუსვა კითხვა ვიღაცას? ხო.
ოკეი. კარგი. ახლა წარმოვიდგინო. დაახლოებით მაინც ვინ შეიძლება იყოს რა რაღაც კითხვა მოვიფიქრო. ძალიან დიდი დამჭირდება. გელოდებით. მოჭრა. გელოდებით. გუვილი. კარგი, შეგვიძლია ან ხო, ოკეი. თუ კითხვა არის რაღაც რა სჭირდებათ პოლიტიკურ პროცესებს? ეს კითხვა. რა სჭირდება პოლიტიკურ პროცესებს? და აი ბოლო კითხვა რაღაც ახლა მომაფიქრდა. ძალიან მაინტერესებს. შენთან ძალიან სასიამოვნოა ზოგადად საუბარი და იცი რა მაინტერესებს? როგორ წარმოგიდგენია ამ გასული 4 წელს ხო ვერ წარმოიდგენდი რომ ესეთ იქნებოდა. რომ პირველად შემოაბიჯა უნივერსიტეტში და რაღაცა სულ სხვანაირ წლებს ელოდი სტუდენტურ წლებს, რომელსაც ყველა ასე აქებს და დაუვიწყარწყლებად მიიჩნევს და შენი ცხოვრების ახალ ეტაპსაც ეგრე აღიქვამ შენს. მომავალი 4 წელი ან უფრო მეტი. აი, როგორი გინდა იყოს? ან აი როგორ წარმოგიდგენია? გიფიქრეთ რა ამაზე? მე მგონია რომ ისევ ბრძოლა იქნება საჭირო და მაქსიმალურად ვეცადოთ რომ ყველაფერთან ერთად ეს ენერგია შემოვინახოთ. მეტი მოვიძიოთ საკუთარ თავში, იმისთვის რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ყოველთვის მეტი შემართებით ვიბრძოლოთ ხოლმე. შეიძლება დღეს ისე დაგვაბიჯოს ამ ცხოვრებამ ფეხი რომ ვეგონოს რომ ხვალ თავს ვერ წამოვყოფთ და ფიხზე ვერ დავდგებით, მაგრამ მეორე დღეს დავბრბოდეთ. დავხტავდეთ იმის ჯინაზე რა გუშინ რაღაც ეგეთი სუდი რამ გადავიტანეთ. ხო, ანუ ყველაფერს ველოდა ეს 4 წელი ეგრე იყო. ყოველთვის იმედგაცრუება, მაგრამ მაინც დგები და მაინც რაღაცას აკეთებ. შემდეგი 4 წელი ალბათ იგივენაირად გაგრძელდება. უბრალოდ თუნდაც ყველაზე კარგ შემთხვევაში რაღაც გამარჯვებებით გაგრძელდეს. მაინც საჭირო იქნება ჩვენი მხრიდან ეს ენერგია და ბრძოლა და რა თქმა უნდა. ამიტომ ხო, ყველაზე ისეთი რჩევა, ადამიანური რჩევა რაც შეიძლება იყოს, დამიწებული რჩევა რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ ამ პროცესებში მაინც ეძებეთ რაღაც ინტერესები საკუთარ თავში, ახალი ჰობი, ან რაღაც საინტერესო, ან მიხვდით რის კეთება გსიამოვნებთ იმის გარდა, რომ მუშაობთ, სწავლობთ და რა პროტესტებთ. რავი, თუ გიყვართ ჰაიკზე გასვლა ხოლმე, გარეთ ჰაიკზე ახალი ადგილები აღმოაჩინეთ. ხატვა აღმოჩენთ, რომ ხატვა გიყვართ, ან რავი, სიმღერა გიყვართ. უბრალოდ ეს რაღაცა შემოქმედებითი ნაწილი საკუთარ თავში არასოდეს არ გააჩუმოთ ხოლმე. თუნდაც იმ ფონზე რაც ხდება ხოლმე ამ სახელმწიფოში, ხშირად გქონია შეგრძნება, რომ ეხლა ესეთი რაღაცა ხდება და მე როგორ შეიძლება რომ რავი, ან სიმღერის თავი მქონდეს, ან თუნდაც ქალაქიდან გასვლის თავი მქონდეს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, პრობლემები ყოველთვის იქნება, ეს გამოწვევები ყოველთვის იქნება და ამ ენერგიის გარეშე ამას ვერასოდეს ვერ გავუმკლავდებით, ამიტომ ამ ენერგიისთვის ყოველთვის ან იპოვეთ ეგ რაღაცა, რაც ამ ენერგიით გავსებთ, რომ მე გაცილებით დიდი მუშტი შეუბრუნოთ იმ რაღაც სისტემატურად არ უნდა იყოს, რამაც მანამდე დაგაზარალოთ. So მეტი შემოქმედება მეგობრებო, შემოქმედებითო. აი რა, ახლა ამ საუბრის მე ავის ენერგიები. მადლობა. მადლობა შენ. მადლობა. წარმოწებაა და წარმატება ამ წარმოწებას. დიდი მადლობა. მადლობა რომ იყო ჩვენი სტუმარი. თან კაი იყო. ოკეი. ჩემი ყოველი პოდკასტი ერთმანეთზე რო უკეთესია, ეგ ძალიან მომწონს და არ ვიცი. იმედს არასდროს დავკარგავთ. იმედი არასდროს არ უნდა დავკარგოთ. არ უნდა დავკარგოთ. ხო და ვიპოვით საკუთარ თავს და გადავარჩენთ ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ეს ხელი ჯარ. გვიყურეთ მეგობრებო, გამოგვიწერეთ თუ მოგეწონათ ჩვენი პოდკასტი და
და მოგწერეთ თუ გინდათ რომ იყოთ ჩვენი სტუმარი, ისაუბროთ თქვენს ნებისმიერ საკითხზე, რაზეც გსურთ საუბარი და გახდით ჩვენი მეგობარი. აბა დროებით.